მიშას ყველა არჩევნების წინ ღალატობენ. ან არჩევნების მერე ღალატობენ. ან არჩევნები არის ესეთი პერიოდი, როდესაც მიშას ღალატობენ. კი ბატონო. ეს ღალატი არ ხდება თავისით. ეს ხდება ქართული ოცნების ჩარევით. ხო და წარმოვიდგინე რომ აი ეს ჯგუფი ახლა შედგება ხალხისგან, რომელიც ერთ დროს მიშასთან იყო და უღალატა. თან ერთმანეთზე აქვთ ნაგინები წაღმავდა. დედაშვილს არა იყოს ისე კი ბატონო. და ეს ხალხი აი წარმოვიდგინე შენ ჩერგოდა ნაცები რომ ჩერგოდა ბოკუჩავა რომ ერთმანეთის გვერდზე დასვა და ერთხმაზე ამღერებს. აი ეგ ძალა რა ძალა არის. მე მეგონა ეს ძალა მიშა იქნებოდა. მიშას შეუძლია ეს ერთად ამღერებდა აქამდეც. იყო ამის დრო. ხო? თავის დროზე კი და მე ვინაიდან მიშას ეს დღეს არ შეუძლია. არა აქვს რესურსი. რესურსი არ აქვს კი ბატონო. არსებობს რაღაც სხვა ძალა, რომელსაც ამის რესურსი აქვს. ეს ახარ თქვენ. კარგი რა, მოდი ისი რა გეტყვი. თქვენ გაქვთ ამის გამოცდილება, რომ ინდივიდუალურად ამ ხალხთან ურთიერთობები დაგემყარებინათ მიშას ღალატის მიზნით. ეხლა შენ ჩვენი ძალების შეფასებაში შეიძლება არ ცდები, მაგრამ ოკამის სამართლებად დაიღე და იდიოტობას რაც შეიძლება დააბრალო, შეთქმულებას მოაბრალებ რა. არ თქვი რომ პროსტა იდიოტები არიან. ეს ერთმანეთს ხელს არ უშლის. ეს პირიქით თქვენ ამოცანას ამარტივებს. და ქართული ხალხის ამოცანას ართულებს. ფულს ვაძლევ. ამას უფულო თუ აკეთებენ და რავი, კარგად ხონია. ბიჭო, რა ვიცი, არანაირი კონკრეტული მტკიცებულება არ არის. არის შენი 40 მილიონი არ არის მტკიცებულება? ეგ იმან მისცა, რა ქვია იმას ბანკირის ძმამ. გილაურმა. ხო და ნუ ახლა გილაურმა თქვენს გარეშე მიცა გვარამიას ფული? ბიჭერა მაგის. ნუ აი ეს კონცენტრები თქვენს გარეშე მუშაობდა, რომელთაც ესენი ფინანსდებოდნენ. კონცენტრებზე არაფერი არ ვიცი. ეს რუსები რო იტყვიან ირიბი მტკიცებული, კოსვენია დაკატას. ხო და აი ბევრი ირიბი მტკიცებულება არის. ბევრი, ძალიან ბევრი ირიბი მტკიცებულება. რა გამოდის მაშინ? თან 40 მილიონი ამ ქვეყანაში. მე 10 წელია პოლიტიკაში ვარ და ვიცი თუ როგორ იკავებს თავს ბიზნესი პოლიტიკური და რა უნდა თავისუფლება ფული უნდა და მაგით ამ როლს თამაშობენ ციხეში რო სწავენ ეგეთ შეთქმულების ნაწილია ნუ რავი ციხეში რო იყოს რავი მასკიროვკა რო იყოს საპრობლემა აი არ უნდა გვარამია მაიცა 40 მილიონს თუ გადაგიხდიან 40 მილიონს და 6 თვე ჩაჯექი ციხეში 6 თვე არა მე მასკიროვკისთვის 7 მასკიროვკისთვის რა პრობლემა არის გამიხსენი ვინ არის ჩაჯდება არ ვიცი ბიჭო რაღაცა იცი როგორ ქსელს ობობის ქსელს ხლარტავ შენ ახლა რომელიც გავაბით ესე ისეთი ანუ ისეთი მაგრები ვართ რომ გავაბით კაცურად გამოვიდეს და არ გაიგოს და ვაღიარებ თქვენ რაღაცის ნიჭი გაქვთ მე იმ კაც ბატონ ვიძინას ვაღიარებ რომ კაი ნიჭიერი ადამიანია მას შეუძლია აი ეს დურდომი მოაწყოს ოპოზიციაში რაც არის მოწყობილი თან ისე რომ ხალხი ყვიროდეს რომ ესენი არიან ნაღდი ოპოზიციონერებიო